საღამო მშვიდობისა, მედია კავშირი ობიექტივი განაგზობს პირდაპირ ეთერში ინტერნეტ, ტელე და რადიო მაუწყებლობას. თქვენ უყურებთ და უსმენთ ობიექტივის ღამის სტუდიას. მე ჟურნალისტი ბონდო ძინარაშვილი ვარ. ჩვენ გადაცემის მსვლელობის დროს 2 საათის მანძილზე ვისაუბრებთ წინა საარჩევნო გარემოზე და გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარია სახალხო პარტიის თავმჯდომარე ბატონი მამუკა გიორგაძე. სანამ ბატონ მამუკასთან საუბარს დავიწყებდე, მინდა თამარობა მოგილოცოთ ყველა თამარს, ქალბატონებს, ღმერთმა დიდხანს, კარგად, ჯანმრთელად გამყოფოთ. და განსაკუთრებით მინდა თამარ პაატაშვილს მიულოცო დღევანდელი დღე. საღამო მშვიდობისა ბატონო მამუკა. დავიწყოთ საუბარი სწორედ იმ თემით, რომელიც ყველაზე აქტუალურია დღევანდელ დღეს საქართველოში და აქტუალური იქნება კიდევ 15 ივნისამდე. ეს არის წინა საარჩევნო გარემო. არაერთი არჩევნების მომსწრე და მონაწილე ყოფილხართ ამ წლების მანძილზე 23-24 წლის მანძილზე. დაიწყო არჩევნები 10 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ ყველა არჩევნებში აქტიური მონაწილე იყავით და არა თქვა დამკვირვებელი შორიდან. დღეს არის თუ არა იმდენად დემოკრატიული ღია და გამჭვირვალე საარჩევნო გარემო, რომ ჩვენ ვიფიქროთ იმაზე, რომ არ გაყალბდება არჩევნები და არავის ექნება საფუძველი, თქვა ასე, მათ შორის არც ჩვენ ჟურნალისტებს ეჭვი გაგვიჩინოს არჩევნების შედეგებმა. დიდი მადლობა ბატონო ბონდო მოწვევისათვის და მინდა მხარი დაგიჭირო და შოუერთე მილოცვას. წმინდა თამარი საქართველოს მფარველი წმინდანია და ყველა თამარს და სრულიად საქართველოს მიულოცავ ამ წინვალე დღესასწაულს. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ჩვენ არჩევნების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ რა ვითარებაა ქვეყანაში და ობიექტური სურათი დავდოთ, რამდენად დემოკრატიაა განვითარებული, სახელმწიფოებრივი ცხოვრებაა განვითარებული. ეს არის მაჩვენებელი ფაქტია. მაჩვენებელია, იმიტომ რომ ერთ-ერთი უმთავრესი სწორედ ეს გახლავთ, იმიტომ რომ რა ვითარებაში მოდის ხელისუფლება, ეს არის განსაზღვრელი. ჩვენ რადგანაც აქცენტს ვაკეთებთ, რა ვითარებაში მიდის ხელისუფლება. არა, რა ვითარებაში მოდის. რამდენად მაღალია მისი ლეგიტიმურობის ხარისხი, რამდენად არის ეს ყოველგვარი გააზრებული გადაწყვეტილება, ობიექტური, ბუნებრივ მდგომარეობაში მიღებული გადაწყვეტილება. იგივე შემიძლია გითხრათ, რომ წარსულიდან, მაგალითად, როდესაც 70-იანი წლების ბოლოს ჩვენ უშიშროება გვაპატიმრებდა, ძალადობას ადგილი აღარ ქონდა. ელემენტარულად იმუბრალო მიზეზი ეს აღარ იყო NKVD. NKVD აღარ იყო და თუ უნდათ ძალადობა გადავყავდით ორთაჭალის-ციხეში, იქ დაგამუშავებდნენ და დაგაბრუნებდნენ უკან. მაგრამ თავისთავად რატომ? იმიტომ რომ მათ ობიექტური ინფორმაცია აინტერესებდათ. მათ აინტერესებდათ ის ინფორმაცია, რომელიც ჭირდებოდათ ანალიზისთვის. აი დღესაც სწორედ ასეთივე სიტუაცია, ობიექტური, ასე ვთქვათ, მიღებული გადაწყვეტილებაა ქვეყნის საკეთო და საინტერესო, თორე ახლა თუ იარაღს დამატებ შუბლზე და მაიძულებ და ფშიერი გვტები და ფულს დამანახებ და როგორც იმ ცნობილ სიმღერაშია რომ ხალი ნახო ფეხშიშველი ოქროფული არაჩვენო და ბავშვი არ მოატყუო და ასე შემდეგ თემურ ციკლაური ასრულეს ამ სიმღერას ხა თუ ასეთი ფორმით წახვალ ბუნებრივია რომ ის ვერ იქნება ობიექტური. ახლა კონკრეტულად არის 3 გამოკვეთილი სუბიექტი, რომელიც მინიმუმ თითოეული მათგანი მარტო ერთ პარამეტრს შევეხები 12 მილიონ ლარს იღებს სატელევიზიო რეკლამაში. 3 პოლიტიკური სუბიექტი, დანარჩენი პრაქტიკულად არა. რომელსაც შეუძლია უფასოდ განათავსოს. უფასოდ შეუძლია განათავსოს, უფასოდ არა. სახელმწიფოს ხარჯზე ეს არის სწორედ. სახელმწიფოს ხარჯზე, სახელმწიფო თქვენ, მე და თქვენი საპატრიოტო ტელემაყურებელი ამ 3 ორგანიზაციას ბიუჯეტიდან უხდის ამ თანხას, 45 მილიონზეა საუბარი მარტო იმაში, რომ მათ განათავსონ რეკლამები ტელევიზიით. თავი მოგვაწონონ და გითხრა, რომ არიან ძალიან კარგები. საკუთარი ფულით გვაფინანსებიან საკუთარ მოტყუებას. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი იგივე არის, რომ საარჩევნო კომისიებისთვის და ასე შემდეგ 600.000 ლარი არის გამოყოფილი მათზე და ბუნებრივია აქვს საშუალება, რომ მათი პარტიული აქტივი იყოს დაფინანსებული ამ მიმართულებით. ეს რაც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გადის. მაგრამ ბატონო მამუკა სახელმწიფო მხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკურ პარტიებს და არ უნდა მოკდეს. რა თქმა უნდა გეთანხმებით. თუმცა სხვა პოლიტიკური პარტიები ძალიან დაჩაგრულები არიან ამ თვალსაზრისით, არც საეთერო დრო აქვს და არც არეკლამო კამპანიის სხვა ფორმით წარმოების ფინანსური შესაძლებლობები. ხელი უნდა შეუწყოს ყველას, ეს ერთი მომენტი და მეორე მომენტი. ახლა პარტია იღებს იმიტომ რომ მან სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში
როცა ჭირდებოდა სააკაშვილის და იყო მისი სატელიტი, დაუწერა ხმები. და ვიღაცა მოხსნა საერთოდ არჩევნებიდან არ გაატარა რეგისტრაციაში და ამ შედეგების მიხედვით იღებს დღეს ის ფულს. ის რომ დღეს რა პრინციპით უნდა იყოს აი ეს როგორ შეიძლება რომ გამოსწორდეს ეს მდგომარეობა რა თქმა უნდა საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საჭირო მაგრამ ამას ჭირდება პოლიტიკური ნება იმ პარტიების ვინც იღებს ამ ფულს ახლა შევთანხმდეთ იმაში რომ ვიყოთ ობიექტურნი ჩვენი ქვეყნისთვის ჭირდება ეს სასტარტო პირობები ყველას კონდეს თანაბარი ერთხელ მაინც ჩავატაროთ ეს არჩევნები ობიექტურად, რომ შემდგომ აღარ იყოს აპელირება იმაზე, რომ აი რასაც ახლა მე ვამბობ, შედეგი ხო აქედან გამომდინარე ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია იქ ხო ჩაგვიწერს, რომ არ იყო არათანაბარი გარემო. შედეგი ხო ერთქვეშ დგება. ეს შედეგი რომ ერთქვეშ დგება, უსკრული ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის იზრდება. რა არის არჩევნები? არჩევნები ეს არის მოსახლეობის მოქალაქეთა კონსენსუსი, როგორ აპირებს ის 4 წელიწადი შემდგომში ცხოვრებას. ეს კონსენსუსი თუ ვერ შედგა, ჩვენი თანხმობა თუ ვერ შედგა, ესე იგი უსკრული დიდია, დაპირისპირება დიდია, ემოციური ფონი დიდია. მაგრამ ეს უსკრული იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დაიჯერებს ამომრჩეველი იმ დაპირებებს, რომელსაც იძლევიან პოლიტიკური პარტიები. ამ შემთხვევაში მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტია საპარლამენტო და ასე სხვა პარტიები. საქმეციმაშია რომ ასეთ არათანაბარ პირობებში ბუნებრივად 15 მილიონი და ერთ მხარეს და მეორე მხარეს არაფერი, რა თქმა უნდა მოსახლეობა მოტყუდება. ჩვენ გვაქვს კანონი მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვის შესახებ. თუ კი მომხმარებელთა, რომელიც უნდა მივიდეს და იყიდოს დაუშვათ კარაქი ან ძეხვი, იმაზე არის მიღებული ამომრჩეველთა უსაფრთხოების შესახებ, ან მათზე არ უნდა ვიზრუნოთ. ესე იგი 4 წლის განმავლობაში ისინი ხო მოტყუებულები უნდა დარჩნენ და ჩვენ ამ მოტყუებებმა სანამდე მიგვიყვანა ხო ნახეთ. ბატონო მამუკა 2012 წლის არჩევნებში ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება და მაშინდელი მმართველი პარტია ოპოზიციურ პარტიად ასე ვთქვათ გადაამისამართა, გადაიყვანა მეორე პლანზე, თუმცა მე ეხლაც გულახდილად ვიტყვი, არც ოპოზიციურ პარტიად არ ვთვლი, მათ ელემენტარულად ბანდიტური დაჯგუფებაა, რომელსაც ქვია პოლიტიკური პარტიის სახელი. მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, 2012 წლის არჩევნების დროს მოტყუდა ხალხი? 2012 წლის არჩევნების დროს ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ ნაცმოძრაობა ჩამოცილდა ხელისუფლებას და ეს იყო მოსახლეობის სურვილი. მაგრამ ჩვენ იმ კუთხით თუ გავამახვილებთ ყურადღებას, რამდენად ობიექტური იყო არჩევნები, თავისთავად ცხადია, მოსახლეობა მოატყუეს. მაგრამ ფაქტია, რომ 2012 წლის არჩევნები ობიექტური ვერ იქნებოდა იმ გარემოს გამო, რომელიც შეიქმნა ნაციონალური მოძრაობის დროს. ჯადოსნური წრე დღესაც ხო იგივეს მიკეთებენ. ეს არის ჯადოსნური წრე შეგნებულად, რომ ვერ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და მუდმივად, ესე იგი, მიგვიყვანენ რაღაც ეტაპამდე, ჩვენ ემოციურ ფონს შეგვიქმნიან, უკვე აღარ ვფიქრობთ პოლიტიკურ პრინციპებზე, პლატფორმაზე, ხვალინდელ დღეზე, ოღონდ დღეს როგორმე რაღაცა გადაწყვეტილება იყოს მიღებული და შემდეგ გამოგვიცხადებენ, რომ იცით რა, ეს მოქალაქეთა არჩევანია. მოქალაქეთა არჩევანი არ ყოფილა ამ დეპუტატების პარლამენტში გასვლა. მოქალაქეთა არჩევანი იყო სააკაშვილის წასვლა. და ამას თვითონ ამბობდნენ 1 ოქტომბრის არჩევნების წინ. მაგრამ დღეს არა გვაქვს ეს სიტუაცია. დღეს უკვე ვერავინ ვერ იტყვის, რომ თუ ამ არჩევნებში ჩვენ არ მოგწევთ ხმას, მაშინ შუა გაკრეფილია და არჩევანი არ არსებობს. დღეს არის არიან პოლიტიკური პარტიები, თქვენი პარტია მათ შორის, ახალი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც აქამდე საერთოდ არ მიუღიათ არც ერთ არჩევნებში მონაწილეობა. იგივე ვთქვათ, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც არიან ალბათ, მე ყველა არ ვიცი სამწუხაროდ, რომლებსაც ვერც ვერავინ ასე ვთქვათ, ვერაფერს ვერ წამოაძახებს ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თქვენ ეს დააშავეთ, ის დააშავეთ, არც თქვენი პარტია არ ყოფილა ხელისუფლებაში, პარლამენტში იყავით. სწორედ ამიტომაც აი დღეს უკვე ხელისუფლებას, დღევანდელ ხელისუფლებას აღარ აქვს ის სათქმელი, რომ ხალხი დააყენოს არჩევანის წინაშე, ან მე, ან ბოროტება. ცნობილ რუსი დისიდენტი ვლადიმერ ბუკოვსკის როცა კითხეს პერესტროიკის დროს რა შეიცვალაო, მან უთხრა, რომ ჩვენ მოგცეს უფლება საუბრის, მაგრამ დაიწოვეს უფლება არ მოსმენის. კი გვაქვს ეს უფლება, რომ არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას, მაგრამ იმდენად დიდია რესურსული ბაზათა სხვაობა, იმდენად დიდია, რომ პრაქტიკულად იმ ამოცანის შესრულება, რასაც ხელისუფლების სვლა ქვია, ან და ჯანსაღი კონკურენცია ქვია, ამას ვერ ასრულებ. იმდენად დიდია.
შემდეგ მეორე მომენტი, აი თქვენ ბრძანეთ ხوارშას და მოსახლეობა. აი ახლა წელიწადნახევარი გავიდა, 2 წელი გადის და ჩვენ ხედავთ რომ ეს შეგნებულად გამიზნული სპეცოპერაცია თუ რა დავარქვა და აგერ ჩვენ ვიღებთ სურათს, როდესაც უკვე ძნელი გასარკვევია ვინ ოცროობა და ვინ ნაცმოძრაობა. დიახ, სწორედ ამ იმაშია, საკა 2 წლის განმავლობაში ხელისუფლება უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ იცით რა, მე თუ არ ვიქნები, ნაცმოძრაობა მოვა ისევ და დღესაც ეს მიდის. სწორედ ამიტომაც მიცეს მათ ფული. ყველაფერზე თავი დავანებოთ, თუნდაც ის 5 ნომერი თავისუფლად შეეძლოთ ჩამოვერთვათ. ან ძალიან საინტერესო თემა ბურჯანაძესთან მიმართებაში. კანონის დარღვევით შეიცვალა იმ სუბიექტის სახელწოდება, რომლის სიითაც გამოდის ბურჯანაძე. რისი უფლებაც მას არ ქონდა, წესგომ თვალი დახუჭა. წესგომ თვალი დახუჭა ამ 5 ნომერზე. ესე იგი პრაქტიკულად რა ხდება, როდესაც ეს რაც ღიად ჩანს და უკანონობებია, ხო წარმოგვიდგენია კანონის ჩარჩოში რა პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან და დღესაც გეუბნებიან, აბატონო, არ გინდათ უცნება, მაშინ თქვენ ნაცმოძრაობის წინაშე დგებით. და ნაცმოძრაობას ეუბნებიან, თქვენად იყავით, თორე აგერ ზურგში ბურჯანაძეა და ჩვენ მას მივცემთ, ასე თქვა, შეაძლებლობას და ჩაგანაცვლეთ და მეორე ის იქნება. ფაქტობრივად ნაცმოძრაობა ბურჯანაძე იბრძვის, ასე თქვა, მეორე ადგილისათვის და ოცნება არეგულირებს ამას. ეს ერთი. მეორე მხრივ, ისი აირია სიტუაცია, ვინ ოცნება და ვინ ნაცმოძრაობა ვერ გაარკვევთ. ასე იგი, ეხლა მაგალითებში შემიძლია ვთქვა, უცებ გამახსენდა ბათუმი. ბათუმის მერად წარდგენილია პიროვნება, რომელიც ოცნებაა თუ ნაცმოძრაობა, ცოტა ძნელად გასარკვევია რა, ოცნებიდან არის წარმოდგენილი, რომელიც თავისუფლებად, ბატონი ერმაკოვი, რომელიც თავისუფლებად შეიძლება გახდეს და არის კიდევაც ნაცმოძრაობის სატიტულო სახე. ყოველ შემთხვევაში აჭარის რეგიონში ასე იციან და ნუ ყველამ ასე იცის და ნუ მუშაობდა შესაბამის სტრუქტურებში, ძირითადად საპოლიციო სტრუქტურებში, ძალოვან სამინისტროში და არის ნაცმოძრაობის სახე. ეხლა ოცნებაა, რომელია ნაცმოძრაობა, იმდენად აირია. ბატონო მამუკა, ჩვენ ეხლა თქვენ როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი, საქართველოს დამოუკიდებლობამდეც აქტიურად მონაწილეობდით პოლიტიკურ პროცესებში და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მით უმეტეს. დღევანდელი სიტუაცია იძლევა იმის, თქვათ, ოპტიმიზმის საფუძველს, რომ უახლოეს მომავალში, თვალსაჩინო მომავალში გამოსწორდება ეს მდგომარეობა. თუ ჩვენ კიდევ დიდხანს მოგვიწევს სწორედ ასეთი არჩევანის გაკეთება. ეს არის დამოკიდებული მოსახლეობაზე და მიმართავ მე მოსახლეობას, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ძირითადი შედეგები უკვე გარკვეულია და ეს ასე ვთქვათ კამაც არ იწვევს. მაგრამ მოსახლეობას აქვს შანსი, განსაკუთრებით იმ მოსახლეობას, რომელიც აცნობიერებს ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს, რომელიც პასუხისმგებლობით არის, ამ არჩევნებით მიცეს საშუალება იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომელიც დაიმკვიდრებს ადგილს დღეს საქართველოს პოლიტიკის მოსახლეობას შეუძლია შეცვალოს ის პოლიტიკური გარემო ამ სამეულის ასე ვთქვათ უგულებელ უბრალოდ შეუძლია და ყველაზე უარეს შემთხვევაში თუ მეოთხე მეხუთე სუბიექტი გამოვა რომელიც მიიღებს სტატუსს გადალახავს 20%-იან ბარიერს ეხება შესაძლებლობა მომავალში მაინც მოიპოვოს საეთერო დრო მოიპოვოს სახელმწიფო დაფინანსება თუ მას მოსწონს მათ შორის სახალხო პარტია თუ ნებისმიერი სხვა პარტია და მიაჩნია რომ ეს იდეები ეს ღირებულებები მათთვის არის მნიშვნელოვანი დღეს აქვს შანსი რომ მოგცენ საშუალება რომ ჩვენ მყარი ბაზა მოიპოვოთ მომავლისათვის ასევე რომელი პარტიაც მათ მოსწონთ ჩემთვის მისასალმებელი იქნება სხვა პარტიების და წარმატებაც, იმიტომ რომ მრავალპარტიულობაში იქნება შესაძლებლობა ჯანსაღი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, რეგულირებაც და ურთიერთკონტროლი პოლიტიკური პარტიებისა. მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი ხელისუფლება და მისი ლიდერი, ხა ეს აღარ არის ხელისუფლებაში არც ერთ შტოში წარმოდგენილი, მაგრამ ნუ ყველამ ვიცით, რომ ის არის რეალურად ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილის გულისხმობ, აცხადებდა არჩევნებამდეც, რომ შუა უნდა გაიკრიფოს და ფაქტობრივად ეს არის ხელისუფლების პოლიტიკა, რომელზეც შეთანხმებულები არიან მეოცნებეებიც და ნაცებიც. ორი პარტია უნდა არსებობდეს და ამ ორ პარტიაში უნდა 2+1 დამატება, სამენა. ხო. ერთი ზაფაშია. ერთი ყოველ შემთხვევისთვის მაინც თუ გაურჩდება ეს მეორე, ამ შემთხვევაში ჩაანაცვლეს. მაგრამ უნდა იყოს ორი პარტია და ერთგვარი, ვთქვათ, ამერიკული მოდელისკენ მიდის საქართველო. ამ შემთხვევაში პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ამდენი პარტიით არის წარმოდგენილი და თუ არ ვთქვი 26 საარჩევნო სუბიექტია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამჯერად დარეგისტრირებული, ამ ადამიანების
აქ დგება უკვე მომავალი საც შეიძლება დავინახოთ. ჯერ ეს ერთი ჩვენთან ცოტა ისე უყურებენ ორპარტიულ სისტემას, იქ იდეათა ჭიდილია თვითონ პარტიებში შიგნით და ამიტომ ევროპული გაგებით ის ორი პარტია 6-7 პარტია დადის როგორც ევროპაშია მაგალითად. იგივე დაუშვათ თუ გადმოვიტანთ ევროპულ ან ისრაელის მაგალითს რელიგიური ორგანიზაციები ისრაელში არის 3 თუ 4. ეს ყველანი ამერიკაში იქნებოდა ერთ პარტიაში, როგორც შიგნით ფრაქციებად. ამიტომ ამერიკული მოდელის და ევროპული მოდელის მრავალპარტიულობას აუცილებლად გულისხმობს ეს ერთი მომენტი და მეორე მომენტი დღეს არის შანსი იმისა, რომ ახალი პოლიტიკური მოთამაშეები შემოვიდეს საჭადრაკო დაფაზე. საზოგადოებას ეს შეუძლია. ამის აუცილებლობაა. ამის აუცილებლობაა, იმიტომ რომ საზოგადოება უნდა გააცნობიეროს, რომ მონოპოლიზებული სისტემა უპირველეს ყოვლისა მას ურტყამს. რომ ნებისმიერ შემთხვევაში ვინც არ უნდა იყოს მონოპოლისტი, ბუნებრივია მისი ფსიქიკა ცოტა განსხვავდება იმ მდგომარეობისაგან, რომელიც ჭირდება დღეს ქართულ საზოგადოებას. სწორედ ამიტომ აუცილებელია პოლიტიკური ძალები, აი თქვენ რომ ბრძანებთ შუა უნდა გაიკრიფოს ეს პოლიტიკა მე არა, ბატონმა ბიძინა ბრძანა. ბატონმა ბიძინა ბოდიში. ციტატა რომ მოიყვანეთ. ამ შუის გაკრეფვა მოსპო საქართველოს. იმიტომ რომ დარჩა ორი ბანაკი ყოველთვის ხელოვნურად გათამაშებული, დაჭირდებოდა შევარნაძეს და ასე თქვათ აღორძინებას ააკვირებდა და ლამის ქვეყნის წადგამოაცხადდა. და ბოლოს ჩვენ დავინახეთ 2003 წელს თუ სულას არ ყოფილა დაპირისპირებულები. იგივე სიტუაცია მოქალაქეთა კავშირი ნაცმოძრაობა, იგივე სიტუაცია. ეს რაღაცად იქნება ისეთი სპექტაკლი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქართული ამორჩევლის გასაბითურებლად არის მოწყობილი, თორე შიგნით ძალიან კარგად. აი მაგალითად შემიძლია თქვა ყველა პრინციპული საკითხი, როგორიც არის თუნდაც თვითმმართველობის კანონში რეგიონალიზმი. ან ეგრეთ წოდებული ეს დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ კანონი. ასე გუგულებით ერთიანობა, ერთსულოვნობა და შეხმატკილებულობა ძნელად წარმოსადგენია რომელიმე ქვეყნის პარლამენტში არსებობდეს არანაირი პრინციპული იდეოლოგიური და ღირებულებითი განსხვავებები არ არსებობს. აბა ბუსუსები ამ რეზერვატივზე აბატია და ზომა ბუსუსის ამხელა უნდა იყოს. ეს დაშვებულია და აგიხოციათ ერთმანეთი. ესე იგი რა ხდება? უხილავი რეჟისორი რაც მას ჭირდება ქართული სახელმწიფოს საზიანო ქმედებებში ჯოხს აიქნევს და ყველა არიან ძალიან კმაყოფილი და ჯოხი როცა ჩამოწეულია ასე ვთქვათ სულ ყველა არის გადართული კლანურ დაპირისპირებაში და მიმდინარეობს სერიოზული სისხლისღვრელი დრამა. რა თქმა უნდა რეჟისორისთვის ეს სპექტაკლია, მაგრამ მონაწილეებისთვის დრამა. აი გლადიატორები რომ იყო იმ ტიპის თავის დროზე და აი ეს დრამა მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც ხალხი ერთობა. აი სწორედ ამაშია. პირიქით ამ ხალხზე აისახება ამ აყურებლებს ეს აისახება ამ ხალხზე, მაგრამ ხალხი გარკვეულწილად ამით გონება ეფანტება და მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ რა მოხდა რუსთავის ოფისში, რატომ მივიდა ღარიბაშვილი აქციაზე, რომელიც იყო მარგველაშვილი, რომელიც იყო ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმართული. რატომ ასე ვთქვათ მთავრობის ხომაზე ღარიბაშვილმა რომ მოღალატები არ მეყოლება და თუ მეყოლება საკადეს პასუხს გავცემ. რატო ხდება ნაცებისგან და ოცნების ზოგიერთი პარტიისგან კონტროლირებული არასამთავრობო სექტორი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ამის ჯიხადი აქვს გამოცხადებული. ეს ყოველივე ხომ ამ მოსახლეობის ერთი მხრივ საინტერესო თემებია. მაგრამ იმას ვერ ხვდება რომ აი ამ საინტერესო თემების მიღმა თავარი პროცესი ქვეყანა გვეცლება ხელიდან და მაგრამ ეს თემები რომლებსაც ოპოზიციაც ხელისუფლებაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიც სთავაზობენ საზოგადოებას ეს იწვევს დისტანცირებას იმ პრობლემისგან რაც თქვენ ახლა აღნიშნეთ ქვეყანა გვეცლება ხელიდან თავარი საკითხებიდან ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი სერიოზული მსჯელობა ფაქტობრივად ჩვენ ვერ მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით. მე მახსოვს დებატები წარსულში იგივე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით იგივე პარლამენტში მაშინდელი იმელის ეგრეთ წოდებულ მრგვალ პარლამენტში და საზოგადოებაშიც. მიუხედავად იმისა რომ მასობრივი ინფორმაციის ამდენი საშუალება, ამდენი ტელევიზია და ამდენი გაზეთი მაშინ არ არსებობდა 93 წელს. თუმცა იყო უკვე თავისუფალი მედია. იყო ინტენსიური საუბრები იმის თაობაზე, რამდენად სწორი არჩევანი იყო საქართველოსთვის დსთ-ს წევრობა. დღეს ჩვენ ვეღარ ვისმენთ ამას. არის საჭირო თუ არა რომ გაიშალოს ეს თემები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა გკითხოთ.
როდესაც ქვეყანა ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს, როგორიც არის ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა, უნდა მიაღწიოს თუ არა, მიაღწიოს თუ არა საერთო კონსენსუსს და უნდა ჩატარდეს თუ არა რეფერენდუმი ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გავიგოთ საზოგადოების რა ნაწილს სურს სწორედ ამ გზით ქვეყნის სვლა და არა თქვა სხვა არჩევანი, იგივე თქვა ჩინეთის მომხრე რამდენი ადამიანია. რეფერენდუმი ალბათ ზედმეტი ფორმალიზაცია იქნება, მაგრამ მეორე მხრივ საზოგადოებას გავაგებინოთ რა არის ეს ასოცირების ხელშეკრულება. რა მოაქვს მას, სად არის პრობლემა, რაში ვჭირდება, რაში შეიძლება რას გვაძლევს და რით გვაზიანებს. შეიძლება დაგვაზიანოს და ასე ვთქვათ, რა არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ჩვენთან ამაზე არ მიდის საუბარი. ევროკავშირთან ურთიერთობა არის ასოცირებული, რა ქვია, მხოლოდ ესქესიან ქორწინებასთან და იმის იგით რა ხდება არ ჩანს. არადასწორად აქაც იკეთება ხელისუფლების ეს სურვილი არ უთხრა საზოგადოებას რასთან გვაქვს საქმე. უფრო მეტი საფრთხეებია მოსალოდნელით, უფრო მეტი სიკეთეა. ესე იგი, უფრო მეტი სიკეთეა მოსალოდნელით, თუ ხელისუფლება ამას გაიაზრებს და თავის პასუხისმგებლობას გააცნობიერებს. მაგალითად, მისაღები არის 6 კანონის სტატისტიკის შესახებ, რომელიც გამჭვირვალეს გახდის საქართველოს ცხოვრებას. მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობა გვაქვს ეკონომიკაში და დემოგრაფიაში და ასე შემდეგ. ეს ერთი, მეორე, რეალური თვითმმართველობა და რეალური დემოკრატიის და რეალური კანონის უზენაებისობის დამტკიცება უნდა მოხდეს. აწყობს ეს ხელისუფლებას წარმოების განვითარება. რეალურად უნდა მოხდეს. ესე იგი დღეს როცა არის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ იქ დაგვითვალეს ყველაფერი. ექსპერტებმა დაგვითვალეს და გვითხრეს, ახლა ნიუ-იორკზია ატეხილი რა. ამდენი წონა მოგაქვთ თქვენ, მოგყავთ, ასე ვთქვათ, საქართველოში. ამდენი შემოგაქვთ. ახლა ირანიდან შემოწალილი ნიუ-იორკს ევროპაში არ შეგატანინებთ. თქვენი გააკეთეთ. ესე იგი დგება რა ხელისუფლების ამოცანა გაზარდოს წარმოება. ისევე როგორც მრავალ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. თუ არ გაზრდის და არ იზრუნებს წარმოებაზე ხელისუფლება და დღეს ვიარ დაიწყებს ამაზე მუშაობას, ბუნებრივია ვითარება გართულდება. მაგრამ ეს ევროპის ბრალი კი არ იქნება. ჩვენი ბრალი იქნება, რომელიც გეუბნება, რომ აბატონო კრედიტი, აბატონო შეაძლოა, აბატონო ეს ყოველივე და გააკეთე. მაგრამ რას მოუნდა ჩვენი ხელისუფლება 2 წლის განმავლობაში ნაცმოძრაობის წილების გადმოფორმებას. და სანამ ესენი ნაცმოძრაობის წილებს იფორმებდნენ ამა თუ იმ კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურიდან, მანამდე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა დაბლოკეს ის თანხები, რომელიც მოდიოდა საქართველოში და ახლა ხელახლა მოსაპოვებელი გვაქვს უკვე გამოყოფილი ის თანხები. განაცხადებია ხელახლა გასაკეთებელია. ესე იგი, თუ ამ გზით წავალთ და კიდევ წილებზე იქნება საუბარი, კიდევ ჩანაცვლებაზე იქნება საუბარი, კიდევ სხვა რაღაცებზე იქნება საუბარი. მაგრამ ამ შემთხვევაში ბუნებრივად ჩდება შეკითხვა, აბა როგორ უნდა მოქცეულიყვნენ? მე იმას არ ვამბობ, რომ თავისთავად უნდა გადმოეფორმებინათ. უზარმაზარი ქონების პატრონები გახდნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ პოლიტიკაში ბანდიტური მენტალიტეტი. და ამას აუცილებლად პოლიტიკური მიზნებისთვის მომავალში გამოიყენებდნენ. რა გამოსავალი არსებობს? ამისთვის ერთადერთი არის კანონის დაცვა. კანონის დაცვა თუ არის დანაშაული, შესაბამისად პასუხი აგებინე და არ გინდას კულუარული გარიგებები. საკითხი ეხება. ანუ საჯარო უნდა ყოფილიყო მთელი პროცესი და ყველაფერი ყველასთვის სადი გახდებოდა. აქ საუბარი ეხება სახელმწიფო, ასე ვთქვათ, სტრუქტურებს და არაკერძო სტრუქტურებს. იგივე დავუშვათ რა ვითარება გაზთან დაკავშირებით, ნავთობთან დაკავშირებით, იგივე თბილისის შემოვლითი გზა იქნება, იგივე ვის რა ინტერესები აქვს? დიდი მშენებლობები იქნება. ამ მშენებლობებში ბუნებრივია ნაციონალებს თავისი გარკვეული წილები ჰქონდათ და წავიდა ამ წილებზე ასე ვთქვათ საუბარი. იგივე რაც ხდება თუნდაც კვარციტთან დაკავშირების, მადნეულთან დაკავშირებით და საკტრისის ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა. აი ხუდონის თემა, იგივე პრობლემა, იგივე საკითხები, იგივე მონაწილეები და აი ასე როცა მიდიხარ და როდესაც ქვეყანას უყურებ როგორც დაპყრობილს, რომ ეს ჩემია და ხშირად გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის სააკაშვილის ლოზუნგი იყო ასეთი დიახ საქართველოს დაპყრობისთვის. მე მგონი აგვისრულდა მაია ნადირაძის წყევლა თუ წინასწარმეტყველება თუ გახსოვთ მან ასეთი რამ თქვა 2005 წელს ახლა ჩვენ ვართ და როგორც გვინდა ისევ იქნები და მე თქვენ რომ მოხვალთ როგორც გინდა ისე იყავით. იგივე სამოდა მოქალაქეთა კავშირი 30 წლით მოვედითო. ესე იგი 4 წლით არ მოდის არავინ. არა და 4 წლით გაძლევ ხო მანდატს. 4 წლის მერე შეიძლება სხვა მომინდეს. აი სწორედ აქ არის ჩადებული ეს და ამიტომ ხელისუფლებას ევროკავშირი არ აწყობს.
ისე მაგრამ ბატონო ჩვეულებრივი საბჭოთა ცხოვრება, საბჭოთა ეკონომიკა, უბრალოდ ევროპულად თვითონ უნდა თავიანთი ცხოვრება. თავიანთი შვილები ევროპულ სასწავლებლებში, თავიანთი, ასე ვთქვათ, სეირნობა, ვიზიტები, თავისთვის უნდა ევროპა, ხოლო დანარჩენი საქართველოსთვის უნდა იგივე დარჩეს, იმიტომ რომ ფული აქ იშოვება ამ სისტემაში, ისინი ევროპა კონკურენტუნარიანი, ასე ვთქვათ, ტერიტორიაა და სახელმწიფოთა ერთობაა. ეს ხალხი არ არის კონკურენტუნარიანი. ყველაფერს თავი დავანებოთ, უბრალოდ ობიექტურად ვამბობ, ვინმეს არც შეურაცხყოფას ვაყენებ, არც ვეხები ივანიშვილის გარდა, რომელიმე მათგანის გვარი რო შეცვლილიყო იმ სიაში, რამე შეიცვლებოდა ამის. აბსოლუტურად არაფერი არ ესე იგი, შეიძლება. აქედან გამომდინარე, ეს ხალხი არ არის კონკურენტუნარიანი. მაგრამ ბატონო მამუკა, ჩვენ ახლა ამ ვითარებით, დღევანდელი ვითარებით და იმით, რომ თქვათ ახლანდელი მართველი პარტიაც თუ მართველი კოალიციაც ზუსტად იგივე მენტალობის არის, როგორიც იყო ნაციონალური მოძრაობა და მანამდე მოქალაქეთა კავშირი, ვიღებთ და ისევე იფორმებენ წილებს, როგორც მანამდე მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენლებისგან გადაიფორმა ნაცმოძრაობამ და დღეს ესენ ნაცმოძრაობისგან იფორმებენ. ვიღებთ მდგომარეობას, როდესაც ისინიც მიხვდებიან, რომ როდესაც ხელისუფლებიდან წავლენ, ვინც მოვა, ის გადაიფორმებს მათ წილებს. ამიტომ კიდევ უფრო მეტად გაუჭირდებათ ხელისუფლების დათმობა. რა თქმა უნდა და სწორედ ამიტომაც მოსახლეობასთანაც წინააღმდეგობა გაჩნდება გაჩნდება, ბუნებრივია. მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ გარანტირებულად გზნობენ, თუ შავანაძეს ხალხს არ მოთხოვეს პასუხი და შავანაძე წანესიდან ჭკუას გვარიგებს კიდევ. თუ კი პრაქტიკულად სააკაშვილს არ მოთხოვეს პასუხი, რომ ვთქვათ ასე, თვითონ წასულია და სასაცილო ბრალდებით არის ახალაია და მერაბიშვილი დაკავებული. მათ იმედი აქვს, რომ ისე მოხდება გადანაწილება მომავალში რა, მხოლოდ და მხოლოდ წილს დაკარგავს, თორე რაც აღებული აქვს, ნუ ცოტას დააბრუნებს და დანარჩენი შერჩება რა. იმ თავარი არის, რომ აი ეს შიფრავს. აი ამ სპექტაკლებს, რაც მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ისე უბრუნდები, შუა უნდა გაიგო პირიქით, შუა უნდა იყოს ძლიერი. შუამ უნდა გაკრიფოს. შუამ უნდა გაკრიფოს. თუ არ გაკრიფავს, შუა უნდა იყოს ძლიერი. როგორც სახელმწიფოში არის, ასე ვთქვათ, მესამე ფენა, საშუალო ფენა, გარანტი და ასე ვთქვათ, საფუძველი სახელმწიფოებრიობისა, ასევე შუა უნდა იყოს. საკმარისია, აი ამას ზენია, აი არ ვიცი, ესე იგი, რომ უყურებდი ერთი კაცი არ აღმოჩნდა საქართველოს პარლამენტში და რომელიც იტყოდა, რომ ისეთ რა პატრიარქს მოусმინოთ. არა, აღმოჩნდა ასეთი გედევან ფოფხაძე. არა, სამართლიანობისთვის უნდა აღნიშნოთ, რომ მან თქვა, რომ დეპუტატობას მართლმადიდებლობა ურჩევნია. ურჩევნია, მაგრამ როცა კენჭის ყრაზე მიდგა საუბარი, ეს არსად არ ყოფილა და ინტერვიუებში ძალიან კარგები არიან, აი ბევრი გამოვიდა, რომ აქ არაფერი ისეთი არ არის და აი ერთსქესიანი რო იქნება, იმას არ დაუჭერ ხარსო, შეკაიდეთ მამიშვილი. თუმცა 10 წლის წინ ვერც იმას იტყოდა ვერავინ, რომ გენდერული იდენტობა ჩაიწერებოდა საქართველოს კანონმდებლობაში და სექსუალური ორიენტაცია. ბევრი სხვა თემები ამასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, ეს უკვე საშიშია ქვეყნისთვის. ერთი კაცი არ აღმოჩნდა. ისევე როგორც თვითმმართველობის კანონში რეგიონალიზმის შემოტანას ამხელა კაცი პატრიარქი გეუბნება, რომ საფრთხე არსებობს დაფიქსდი. კარგი, მამუკა გიორგაძე გეუბნება, სახალხო პარტია გეუბნება. ჩვენ აქ ძალიან დიდი დებატები ქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით და აი ბატონო, ჩვენ არა ფაქტობრივად ვერ ვნახე რეგიონალიზმის მომხრე ვერავინ და შერგელაშვილს მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შევთავაზეთ და ნარმანიას რომ მობრძანებული იყვნენ და აეხსნათ საზოგადოებისთვის ეს არგუმენტი არა აქვს. ვერ მოვიდნენ. ესე იგი, დღეს, რასაც რუსეთი იერარქიით თხოვს უკრაინას, საქართველოს ხელისუფლება აკეთებდა საკუთარი ნებით. დააკანონა ფაქტობრივად. მაყურებელი იყო, მე მგონი, თუ აღარ აქვს მაყურებელი ეთერში. ამიტომ ისე მოუბრუნდები ამ შუას თემას, აუცილებელია დღეს აი რამოდენიმე მოსახლეობისთვის ყველაზე უფრო ახლომყოფი პოლიტიკური ჯგუფი შემოვიდეს მოედანზე, დამოუკიდებელი პოლიტიკური ჯგუფები, რომელიც არ მონაწილეობს ამ გარიგებებში, რომელიც არ არის სატელიტი, რომელშიც არ არის წარმოდგენილი ის ადამიანები, რომელსაც შეიძლება ეჭვი დადგეს, რომ გააგრძელებენ ისევე ცხოვრებას, როგორც მანამდე ცხოვრობდნენ. აუცილებელია ამ ჯგუფების წინაპლანზე წამოწევა და ეს საერთო სახელმწიფოებრივი საქმეა. მე ახლა არ გამოვდივარ და არ ვამბობ, რომ სახალხო პარტიას მიეცით ხმა, არა, თქვენ ვინც მოგწონთ, ოღონდ რამოდენიმე ჯანსაღი დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე გაჩნდეს და კონკურენტულ გარემოში სახალხო პარტია თავის ადგილს მოძებნის. მას აქვს თავის იმედი, იმიტომ მთელი ამ 35 წლის განმავლობაში ყოველთვის მონაწილეობდა ამ პროცესში საკუთარი პოზიციით, ქმედებით, გამოცდილებით, ცოდნით, აქედან გამომდინარე მე მქონდა ასეთი მოწოდება 2012 წლის არჩევნების წინ, ვისაც გნებავთ იმას მიეცით ხმა ნაციონალური მოძრაობის გარდა.
ვამბობდი, ნუ ეხლა იმიტომ რომ კოცნების გარდა სხვა აი, დღესაც- პოლიტიკური პარტიები. დღესაც სწორედ დღეს მე მგონი უნდა შევცვალოთ ცოტა ეს მოწოდება და უნდა ვთქვათ, ვისაც გნებავთ იმას მიეცით ხმა, ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის გარდა, იმიტომ გაძლიერდეს პოლიტიკური რა თქმა სპექტრი. უნდა, გარიგებულების გარდა. ეს გარიგებულება ჩანს ყველა ფეხის ნაბიჯზე. ვის ეწყობა უწყობენ ხელს, ვინ არის, ასე ვთქვათ, მართვადი ამ პროცესებში. ჩვენ ხომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მე მინდა საზოგადოებას კიდევ ერთი საფრთხის შესახებ უთხრა. რა თქმა უნდა, ეს ჯგუფები არჩევნებამდე მიიტანენ თავს, მაგრამ არჩევნების მერე ხო შიგნით დაიწყება ეს პროცესი. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ არჩევნების შემდგომ შეიძლება კოალიცია ქართული ოცნება დაიშალოს? ახალი ეტაპი იწყება. მაგრამ ისიც გავითვალისწინოთ, ბატონო მამუკა, რომ ნაციონალური მოძრაობის ბევრი კიდევ უფრო მეტი წარმომადგენელი აღმოჩნდება უკვე კოალიციის წევრ პარტიებში. ყოველ შემთხვევაში იმაში, ვინც ხელისუფლებაში იქნება. ეს აირევა. ისევე როგორც ჩვენ ხო ვიცით ეს ყოველივე როგორ ხდება, რომ პრაქტიკულად არ ყოფილა საქართველოში ხელისუფლება, რომ მისი წიაღიდან გამოსულს არ გაეწიოს უმთავრესი წინააღმდეგობა მისთვის. იგივე იყო დაუშვათ თუნდაც გამსახურდიას პერიოდში, კიტოვანი სიგუას თემა, იგივე შევარნაძის პერიოდში დაუშვათ, იგივე სააკაშვილის პერიოდში, დღესაც ასე იქნება. აირევა ნაცმოძრაობის გარკვეული ჯგუფი და ოცნების გარკვეული ჯგუფი დალაგდება ერთად, შესაბამისად სხვა ჯგუფები გადანაწილდება სხვადასხვა მიმართულებით. აქედან გამომდინარე, არჩევნების შემდეგ ბუნებრივად მოხდება ეს რღვევა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უკვე ახალი ეტაპისთვის უნდა იზრუნოს. რასაც მოყვება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. საპარლამენტო არჩევნებამდე შეიძლება არ მივიდეს საქმე უბრალო მიზეზის გამო, რომ დღეს პარლამენტში მყოფ ადამიანებმა იციან, რომ ივანიშვილმა სწორად აღნიშნა, ამაზე მეც ვერ მიიღებენ ვერცერთ შემთხვევაშიო. ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს ბრძოლა ისე წარიმართოს, რომ პარლამენტს საფრთხე არ მიადგეს, იმიტომ რომ ხელახლა რო არ არჩევენ, ყველა ძალიან კარგად იცის, მაგრამ მე ისე თქვა მინდა, დამთავრდა საპარლამენტო, საპრეზიდენტო ადგილობრივი ციკლი. ესე იგი ხელისუფლება ყველა დონეზე დაკომპლექტებულია. ამიტომ ახლა უნდა ვიზრუნოთ, ფიქრობენ ისინი, მომავალში, იმიტომ რომ უცებ რომ მოუნდეს ივანიშვილს და პროვოცირება გაუკეთოს ამ პარლამენტის დაშლას, ამ მთავრობის კრიზისს, არც ერთი დაცული არ არის. ჩვენ ხო ხედავთ, რომ ივანიშვილს რომ მქონდეს სურვილი, რომ აი ეს არ გამოვიდეს წინააღმდეგობები გარეთ, არ გამოვა ეს წინააღმდეგობები, რომ არ მოხდეს პრეზიდენტის ამბავი თვითონ გამოიტანა. და არა მხოლოდ გამოიტანა, მე რასაც ვხედავ პრეზიდენტის მიმართ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ისეთ ჩვენი ქვეყნის პირობებისთვისაც კი მოულოდნელად არღვევს სუბორდინაციას და კომენტარს აკეთებს იმის თაობაზე, რაც პრეზიდენტმა განაცხადა. თავდაცვის მინისტრის მოადგილე უმაღლეს მთავარსარდალზე აკეთებს კომენტარს. მართლა საოცრებაა. ეს რომ ამის აღკვეთა რო უნდადეს ივანიშვილს, ერთი ხელის დარტყმით აღკვეთავს. ისევე როგორც მან ერთი ხელის მოსმით უზრუნველყო მთელი პარლამენტის მხარდაჭერა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე. და ამას ვერ უზრუნველყობს? ყველაფერს უზრუნველყობს. რადგანაც იქ უზრუნველყო და იგივე თუნდაც ის თქვენ ახსენეთ რამოდენიმე დეპუტატი, რომელიც თითქოს და მართლმადიდებლობა ერჩივნათ ფოფხაძე, ბატონმა ფოფხაძემ ეს პირდაპირ ინტერვიუებში ასე განაცხადა. დადგა მომენტი და ისევ ივანიშვილის კეთილგანწყობა არჩიეს ამ ეტაპისთვის. ეს რამდენად საფრთხის შემცველია, ბატონო მამუკა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ჩემი აზრით, დღევანდელ საქართველოში არის სწორედ ეს ადამიანის კეთილგანწყობა ადამიანის, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო ბერკეტი არ უკავია და სინამდვილეში მართავს აბსოლუტურად ყველაფერს. ჩვენ ყავს უგვირგვინო მეფე საქართველოში ფაქტობრივად, რომლისთვისაც ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, საპარლამენტო ოპოზიცია და ხელისუფლება ერთნაირად ადვილი სამართავია. ადვილი სამართავია, ბერკეტები გააჩნია და სწორედ ეს არის ეს არის მთავარი მიზეზი, რომ ქვეყანა მდგრადი, სტაბილური განვითარებით არ ვითარდება, რომ ერთმა მოვლენამ შეიძლება ძირფესვიანად არიოს სიტუაცია. ან ერთი ადამიანის სურვილმა. ახლა თავი რომელიც შექმნის ამ მოვლენას. ანდა თავი დავანებოთ ყველაფერს, ახლა ასე ვთქვათ, ძველს გავიხსენებ, რომელიმე მათგანს ასეთ პიროვნებას ადრე რო იყო, რამე რომ მოსვლოდა ბუნებრივი დიახ. ესე იგი, მაშინ რა ხდება ქვეყანაში? აი დღეს რო ვინმე ზამე მოუვიდეს, რა ხდება ქვეყანაში? ქაოსი? არა, მე ვგულისხმობ იმას, რომ თქვათ, შეიძლება პასუხი მოეთხოვათ პრეზიდენტ შევარდნაძისთვის, როდესაც ის იყო პრეზიდენტი. და მას რაღაც პერიოდში, ბოლო პერიოდში არა, მაგრამ რაღაც პერიოდში
მართლაც ჰქონდა ის ძალმოსილება, რომ გადაწყვეტილებები მიიღო ერთპიროვნულად და ძალიან ბევრი თავსაც უხრიდა. პოლიტიკურ სპექტრშიც და ხელისუფლებაში გასაკვირველია. სააკაშვილის პირობებშიც ასე იყო. ჩვენ ვიცოდით, ვინ იყო პასუხისმგებელი. და დღეს ჩვენ იურიდიულად პასუხისმგებელი ქვეყანაში არ გვყავს. ყველამ ვიცით, ვინც არის პასუხისმგებელი, მაგრამ იურიდიულად მას პასუხს ვერავინ ვერ მოსთხოვს. აი სწორედ ეს არის უკან მიდის ჩვენი საქმეობა და აი მივედით იმ ნიშნულამდე, როდესაც პრაქტიკულად არავინ არაფერზე არ არის პასუხისმგებელი. მარგველაშვილი არაფერზე არ არის პასუხისმგებელი. რა უნდა მოთხოვოთ მარგველაშვილს? მოიყვანა ივანიშვილმა და გუდურასავი დადო და მე თქვა რომ არ მომწონს. ეს ბიჭიო და მიაგდო პლასტელინივით კუთხეში და დაგვრჩა პრეზიდენტად. ფორმამ დაკარგა. აი გვეცინება. ფორმად დაკარგა მარგველაშვილი. დაკარგა ფორმა და გვეცინება ახლა უყურებთ და ჩამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი. და ამ დროს დახვდა საქართველოს პრეზიდენტი. იმანაც ხომ იცის რომ ეს არაფერს არ წარმოადგენს. ჩვენც ეს ვიცით. და ამის მერე სერიოზული სახით საუბრობთ რა პერსპექტივები ექნება საქართველოს საფრანგეთთან ურთიერთობას. რა სასაცილო არის ხო? დავთ იმაზე ვინ უნდა მოაწეროს ხელი ამ ასოცირების ხელშეკრულებას. და რა მნიშვნელობა აქვს? ვინც სპეც საკითხს ის არ აწერს და აქეთ უკვე არა, უფრო უარესიც მოხდა. პრეზიდენტის საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენი არსებობს ასეთი სააკაშვილმა დააწესა და ჩვენთვის ყველასთვის საყვარელს კაც ჯამლეთ ხუხაშვილს გადასცა პრემიერ-მინისტრმა. საპრეზიდენტო ორდენი გადასცა. ეს კი არ არის ღირსების ორდენი, რომელსაც ასევე პრეზიდენტი ხელს აწერს. აი ეს არის თორე ეს მე აისახება ჩვენ შეიძლება ხა ხიმლის საუბრობთ ამ თემაზე. ხომ არა ეს ტრაგედიაა ქვეყანაში, როდესაც ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი ასეთ უბადრუկ მდგომარეობაშია. და ხა წარმოგიდგენიათ ხვალ რომ რაღაც მოხდეს და თავარსარდალია და მე ვბრძანებ უნდა გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა და ყველა აღიქვამს ამას კომედია. იმედზე რა იყო ყოფნა და ახლა ამის იმედზე ყოფნა, წარმოგიდგენიათ რა ხდება რა. მას აქვს უფლება მოსილება, რომ ელემენტარულად რა ჩვეულებრივ 7-ჯერ თუ 8-ჯერ გადმოკვეთა ბოლო დროს თვითმფრინავი რუსეთის დაარღვია საზღვარი. დაარღვია საზღვარი. თავისუფლად შეუძლია, რომ გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და გააუქმოს პარლამენტი. მაგრამ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამას ვერ გააკეთეს. ეს იცის სხვამაც. ჩვენ რო ვიცით ეს იწვის სხვამაც და აქედან გამომდინარე მე გვიყვირს, რატომ გვიყურებენ ასე? არასერიოზულად აღვიქვამენ. და რო ჩვენ ხო 3000 წლოვანი ისტორიის და კულტურის ერი ვართ, ბატონებო ვიქცევით ისე როგორც 3000 წლოვანი ისტორიის სახელმწიფოებრიობის მქონე ერი ვიქცევით ხელისუფლებასთან მიმართებაში. და ყავს ის ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ამ 3000 წლის განმავლობაში. ბატონ მამუკა, რატომ არ გაიზარდა საზოგადოების პასუხისმგებლობის დონე? რატომ ვერ გავაცნობიერეთ ჩვენ თითოეულმა ჩვენგანმა ამ საზოგადოების წევრებმა რაღაც გამოცდილება მივიღეთ? არა მხოლოდ თქვენ პოლიტიკოსებმა, არამედ რიგითმა წევრებმაც. ხედავთ ამას ყველაფერს ტელეეკრანზე, ვკითხულობთ პრესაში და ასე შემდეგ. საზოგადოების პასუხისმგებლობა თავისი სახელმწიფოს, თავისი სამშობლოს წინაშე თუ გნებავ, ვერ გაიზარდა და ეს ადამიანები მონაწილენი ვერ გახდნენ ქვეყნის აღშენებლობის. ქვეყნის ინგრევაში მონაწილეობა მე მგონი ყველას გვაქვს მიღებული. აი საქმეც იმაშია, რომ სამწუხაროდ საზოგადოება ბოლომდე ვერ აცნობიერებს, რომ ის უნდა გახდეს მოქალაქე. თითოეული ჩვენგანი, ჩვენ დღესაც უყურებთ როგორც ერიშვილები და არა როგორც საქართველოს მოქალაქეები. დღესაც ჩვენ თავს იდენტიფიცირებას უკეთებთ როგორც საბჭოთა კავშირის დროს მე ქართველი ვარ. საქართველოს ჩემი სამშობლოა, მაგრამ საქართველოს ჩემი სახელმწიფოა ეს არა გვაქვს. ეს არა გვაქვს რა. როგორც მაშინ ვიყავით რომ საბჭოთა კავშირია სახელმწიფო, მე ქართველი, არაფერი არ მესაქმება სახელმწიფოსთან და თუ რამეს წავაცლი, თუ რამეს მოპარავ, თუ რა ჩვეულებრივი ამბავია. აი ეს არის მთავარი პრობლემა და ეს პრობლემა გამოსწორდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული ჯგუფი ლიდერთა ჯგუფი, პოლიტიკური კლასი, ელიტა დაუშვათ ცუდი სიტყვა ამ შემთხვევაში, მაგრამ რო ვთქვათ, თუ ესენი ამ მიმართულებით წაიყვანს საზოგადოებას. მაგრამ ვთქვათ ასე, ყავს ჩვენ ელიტა. აი სწორედ არ შედგა ეს ელიტა. რატომ? რამ შეუშალა ამას ხელი? შეუშალა იმან, რომ საქართველოში მიმდინარეობს გარედან მართული პროცესები და ქართული პოლიტიკა არ არის შიდა დუღილის პროდუქტი. აი რატომ იყო ეროვნული მოძრაობა წარმატებული? იმიტომ რომ შიდა კონკურენციის პირობებში გარედან არ იმართებოდა. გარედან არ იმართებოდა. ვიღაცა სუსტი იყო, ვიღაცა ძლიერი იყო, ვიღაცა ასე ვთქვათ, კაი ორატორი იყო, ვიღაცა კარგი ორგანიზატორი იყო და შიდა დუღილი იყო. შიდა დუღილი იყო თვითნაბადი ადამიანების, რომლებიც ერთმანეთს ურტყამდით, ვებძოდით, მაგრამ ერთმანეთზე უკეთესი არ ყავდა არავინ, იმიტომ რომ იმ ერთი მიზნისთვის ვიყავით, ასე ვთქვათ, ორიენტირებულები
და შესაბამისად კონკურენციაში ჩამოყალიბდა რომელი პარტია იქნებოდა მეტნაკლებად რომელს გაყვა ხალხი თავის დროს როდესაც არჩევანი გააკეთა. დღეს შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ასეთი კონკურენცია არ მიმდინარეობს. არ მიმდინარეობს ეს კონკურენცია, იმიტომ რომ ამოარჩია ივანიშვილმა ჩამოწერა სია, ისე რომ ამ ხალხმაც არ იცოდა. ბოლო მომენტამდე ჩვენ გვახსოვს ივანიშვილის მიმართ კრიტიკული გამონათქვამები, მანამ სანამ გაიგებდნენ რომ თურმე იქ არიან. იქ არიან თურმე რა და არც იცოდა ამ ხალხმა და ისე მიიყვანეს და გუდურასავი დასვეს. იგივე ქონდა სააკაშვილის. სააკაშვილის დროს არ იცოდა 3-4 კაცის გარდა ვინ იყო სიაში და ვინ არ იყო სიაში. აქედან გამომდინარე ქართული პოლიტიკა არ არის შიდა დუღილის პროდუქტი, არ არის კონკურენციის პროდუქტი, არ არის დაუშვათ ჯანსაღი ბრძოლების პროდუქტი, სადაც თითოეული ჩვენგანი ჩვენ თავს ვაჩვენებთ. ნუ ქართული პოლიტიკა გახდა, თქვათ ასე, ფულის შოვნის ბიზნესი ადგილი, ბიზნესად გახდა არის ბიზნესი გადაქცეული და და არა შესაბამისად პერსპექტივაზე გათვლილი, რომ შეიძლება ადამიანი დღეს იყო ოპოზიციაში, შეიძლება 10 წელი იყო კიდევ ოპოზიციაში, მაგრამ მუდმივად სახელმწიფოს რა თქმა ასე ვთქვათ, შექმნის პროცესში იყო ჩართული განვითარების და 10 წლის მერე დაბრუნდა და იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ან რა თქმა რომელიმე უნდა. დარგის მინისტრი და ამიტომ- ისევ სახელმწიფო სამსახურში იდგე. ჩვენთან სამწუხაროდ ასე არ ხდება. არ ხდება. მოდიან ბიზნესიდან, მიდიან ბიზნესში რომ- უფრო მდიდრები და ასე შემდეგ. იმიტომ თავარი ეს არის, რადგანაც არ არის შიდა დუღილის პროდუქტი, რადგანაც ეს არის ჯანსაღი კონკურენცია არ არის და რადგანაც ასე ვთქვათ მოქალაქეობრივი მოაზრება არ არის, პოლიტიკა არის ბიზნესი უკვე, ისე როგორც იყო საბჭოთა კავშირში რა. უბრალოდ როგორი მომენტია, მაშინაც ცეკას წევრებს შორის დაპირისპირებები ხო იყო. მაგრამ კონტროლირებადი იყო მაშინ ის ბიზნესი ზემოდან. ახლა KGB იყო და ამას ახლა დღეს ასაცილოა რა თქმა უნდა. რასაც უყურებთ ან ვანო მერაბიშვილი მონსტრად რო წარმოიდგენდნენ, ესე ახლა მაინც ინაურის იმაზე ვარ გასტილი ასე ვთქვათ ყურებაში რომ რას მოიმოქმედებს და ვანო მერაბიშვილი ცოტა ისე არასერიოზული ფაქტია რომ ვანო მერაბიშვილი მას შემდეგ რაც თეჯის მიღმა აღმოჩნდა სასამართლოში ძალიან უსუსურად გამოიყურება აბსოლუტურად არაფერი ნული გახდა ადამიანი ბერკეტების გარეშე ნებისმიერი მათგანი აიღე ნებისმიერი მათგანი აიღე ვინც იგივე სააკაშვილი არაფერი არ არის ნულია ოქროაშვილი რომელი ერთი ჩამოწვა საერთოდ გვახსოვს ბოლო პრემიერ-მინისტრები სააკაშვილის დროს სახელი და გვარებიც აღარ გვახსოვს ხო არა სახელი და გვარები მახსოვს მაგრამ სად არიან აღარ ვიცი სად არის პრემიერი იყო ქვეყნის პრემიერი იყო გილაური თუ არ ვცდები და ვის ახსოვს გილაური არც მოუკითხია არავის და მუშაობს თავისი ძმის ბანკში, ოღონდ რეგიონულ ბანკში. იმდენად სულიო დაკითხვაზეც არ დაიბარეს და მრავალი ასეთი მინისტრი იყო. აი ეგ არის სწორედ უბედურება და მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს. ჩვენ რა მდგომარეობაში გვაყენებენ რომ აი ახლა ამ წუთში უნდა გადაწყდეს საკითხი და შემდეგ გადის და ეს ახლა და ამ წუთი რო გამეორდება 30 ჯერ ერთ და იგივე გვეჩქარება თითქოს რაღაცის გაკეთება აღმოჩნდება რომ უფრო დავიგვიანეთ. ამიტომ კიდევ ერთხელ არის შანსი ჩვენ არ დავიღლებით იმის თქმაში რომ კიდევ არის შანსი იმისა რომ დღეს დავიწყოთ პოლიტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა გავაცნობიეროთ რომ პოლიტიკური ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია სახელმწიფო არსებობდეს როგორც სახლი კარკასის გარეშე რაც არ უნდა ლამაზი კედლები ამოვიყვანოთ რაც არ უნდა კარგი სახურავი იყოს და ფუნდამენტი მხარი არ არის ფუნდამენტი და კარკასი არ არის შეუძლებელია აი ეს ინფრასტრუქტურა უნდა გავაკეთოთ და თუ ეს გაკეთდება ეს პოლიტიკური კარკასი. შემდეგ ყოველ არჩევნებზე გინდა კედლები ცვალე, გინდა შპალიერი ცვალე, გინდა სანტექნიკა გამოცვალე. მერე უკვე არჩევნები იქნება აი ასეთი კოსმეტიკური რემონტებისთვის, ან თუნდაც მთლიანად გადაშალე კედელი და ახალი ბლოკის მაგრად აგური ააშენე, ბატონო, შუშა შემოიტანე თანამედროვე, ასე თქვა სააკაშვილს რო უყვარდა, ან რაღაცა სხვა. თუმცა არა მხოლოდ სააკაშვილს, აღმოჩნდა რომ ეს არ იყო მხოლოდ სააკაშვილის გატაცება. ისეთ პროექტებს გვთავაზობენ უკვე რომ თავისუფლების მოედანზე აპირებენ შუშის შენობების ჩადგმას. აი სწორედ ეს შეგიძლია გააკეთო, მაგრამ კარკასი უნდა იყოს ძლიერი. ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებ რომ ნუ ავყვებით ამ ჭყიალა ასე ვთქვათ გარეგნულ გამოხატულებებს, მოდი ეს კარკასი ავაშენოთ. ვინც არის მემარჯვენე პროდასავლური ასე ვთქვათ აუჭიროს ხარი ამ ორგანიზაციებს, ვინც არის მემარცხენე ორი აუჭიროს, ვისაც აქვს რა ქვია ურთიერთობა რუსეთის სურვილი აქვს და მიაჩნია რომ რუსეთთან გამოვიდეს როგორც არგუმენტი დადოს, სერიოზული არგუმენტი დადოს და ასე ვთქვათ, ვისაუბროთ ამ თემაზე, ვისაც მიაჩნია რომ ევროპისკენ არის სერიოზული არგუმენტი უნდა დადოს ამ მიმართულებით. ეხლა იგივე თუნდაც ამ კანონთან დაკავშირებით ვიზალები ძალიან ჩვენ ორ საკითხზე შევძლებთ ალბათ კიდევ საუბარს ძალიან მოკლედ.
ერთი ეხება უშუალოდ შიდა ეს არის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვის შესახებ კანონს, რომლის მიმართაც კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს საპატრიარქო და პატრიარქმა უკვე კანონის მიღების შემდგომ თავისი დამოკიდებულება ამის თაობაზე თქვენი აზრი მაინტერესებს და მეორე არის ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა, რომელიც უკვე გაირკვა, რომ ივნისის დამლევს მოეწერება ხელი და ამან რა შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის მხრიდან. ჩვენ დავინახეთ უკვე ერთ ქვეყანას რა დღე დააყარეს იმის გამო, რომ ასოცირების შეთანხმებაზე ხელი არ მოაწერა იანუკოვიჩმა გარკვეული პირობების გამო, თუმცა შემდეგ იაცენიუკმა ზუსტად იმას მოაწერა ხელი, რასაც იანუკოვიჩი ეთანხმებოდა და ევროპა არ დაეთანხმა. პირველ რიგში ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ვისაუბროთ. 17-ში იგეგმება აქცია. აქცია იქნება, მაგრამ როგორც ჩანს ეს არ იქნება ის დრამატული, უბრალოდ გამოიხატება პოზიცია და რადგანაც ასე ვთქვათ არავინ არ აპირებს კონტრაქციის გაკეთებას და შესაბამისად არ ამგონია რომ პატრიარქმაც მოუწოდა რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა და ქუჩები აკურთხონ და რაღაც ასხურონ აკურთხით წყალი. ხელისუფლებას ეყო დაუშვათ ის რომ ამ პროცესში პროვოცირება არ გაუკეთეს გაღიზიანებულ ადამიანებს, არადა გაღიზიანების საფუძველი ამ ადამიანებს გააჩნიათ. დისკრიმინაციაზე ვსაუბრობთ. დისკრიმინაცია ამ შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ განსხვავების გამო ადამიანი იჩაგრება. ვინ იჩაგრება დღეს საქართველოში განსხვავების გამო? ან როდის დაჩაგრულა? ან როდის დაჩაგრულა? ასეთი პრეცედენტები არ ყოფილა და ახლა მეზობელმა მეზობელს ყოფილი ნიადაგზე რაღაცა შეზახა და შემოზახა, ეს არ არის ასე ვთქვათ საშიში. არ ხდება დისკრიმინაცია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ეს არის თითიდან გამოწვეული თემა. მეორე საკითხი, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა გადაიქცა არა დაუცველი ადამიანების დაცვის გარანტირებულ კანონად, არამედ გარკვეული კასტის ასე ვთქვათ უზრუნველსაყოფად, პრივილეგირებული მდგომარეობის უზრუნველსაყოფად. მაგრამ ჩვენ დავინახეთ აქ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ეთნიკური უმცირესობები ამ კანონში რელიგიური უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რომლებიც ყველა რელიგიის, ნებისმიერი რელიგიის და ნებისმიერი თქვათ ეთნიკური კუთვნილების შეიძლება იყვნენ, რასის, სქესის და ასე შემდეგ, ამის მიხედვით განსხვავებული ადამიანები და სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მიხედვით ყველაფერი არის ერთად თავმოყრილი. აი შეგნებულად არის გაკეთებული. ეს არის მე მგონი ცოტა თუ ბევრად თუ არა ცოტათი მაინც შეურაცხყოფელი უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გაათანაბრეს. კი, რა თქმა უნდა, ინვალიდი, რომელიც ეტლში ზის, განსაკუთრებულ მოპყრობას საჭიროებს და მით უმეტეს ახლა იმ ადამიანის მიმართ არ შეიძლება აგრესია გამოავლინო, ხო? რაც არ უნდა გითხრას, თქვათ ასე პირდაპირ. იმიტომ რომ უსუსურია მეტნაკლებად. არ მინდა ხა ეს დისკრიმინაციაში ჩამითვალო. მაგრამ ადამიანი, რომელსაც აქვს თავისი იდენტობა გაურკვეველი თუ გარკვეული და გიჩივლებს იმის გამო, რომ მის მიმართ თურმე შენ აგრესია გამოავლინე და მის მოყენებულ შეურაცხყოფას უპასუხე, იმიტომ რომ ის არის ისეთი, ამ შემთხვევაში შენ ხდები დასაცავი უკვე კანონისგან. აი სწორედ ამაზეა საუბარი, რომ მცირე ჯგუფი ადამიანებისა ამ კანონით იქმნის თავის პრივილეგირებულ მდგომარეობას და უგზალავს მოსახლეობის ფართო ფენას, არა მარტო რაღაც საკითხებში გამოხატვის თავისუფლებას, არამედ საკუთარ აღსარებლობაზე და ფასეულობაზე უარის თქმას. ღირებულებები უარყოს. უარყო, იმიტომ რომ ეს ქმედება ჩემთვის არის სოდვა, ეს ქმედება ჩემთვის არის მიუღებელი და ამის გამოხატვის უფლება მე მაქვს საქართველოს კონსტიტუციით. ესე იგი მე შენ მიგრძალავ ამ თავარ უფლებას. ეს ერთი საკითხი, მეორე, იგივე ჩვენ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისაგან ბუნებრივია ხა თქვენ ახსენეთ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი. ეს ასე ვთქვათ, მისი ნების გარეშე მოხდა ამ მდგომარეობაში. შენი ნებით ირჩევ. შეიძლება ადამიანი ასეთი დაიბადა, ან შეიძლება მე მიიღო ტრამვა. მაგრამ ეს მას არ აუჩევია. ეს ერთი კატეგორია არ არის. და ესეც შეგნებულად არის გაკეთებული, იმიტომ რომ აი რეზო გაბაშვილს თავის ძალიან ცნობილ წიგნში რაც მახსოვს, აქვს ბოლშევიკებზე ნათქვამი. ბოლშევიკებიო, აი კალმახივით არიანო, კალმახივითო ხელში ვერ დაიჭერო. როცა იტყვიო რომ პარტიაზეო, პარტია რაშვაშია ბევრი პიროვნებისგან შედგებოდა. პიროვნებზე რო გადახვალო, რაშვაშია პიროვნება პარტიის კურსია მთავარიო. სუსტად ისევი არის. აი ვერ გადახვალ, დაილაპარაკები ამ სექსუალურ საკითხებზე აგერ მოგიწიალდება და შეზღუდულ შესაძლებლობებზე გელაპარაკება.
შეზღუდული შესაძლებლობებით დაილაპარაკებ, ეს ამას მიაბამს. შეკავიდან გაამიჯნი ერთმანეთისაგან და აღარ იქნება საკამათო. ისე როგორც თვითმმართველობის კანონში. თუმცა წინააღმდეგი კანონი არის რა თქმა უნდა ამ თვალსაზრისით აუცილებელიც არის და უნდა იცავდეს რა თქმა უნდა. რასის, სქესის, რა თქმა შეზღუდული უნდა, შესაძლებლობების, ბუნებრივი, ეთნიკური და ბუნებრივი, რაც არ არის. შეიძლება ამის მიხედვით დაჩაგრო კი, ადამიანი. ბუნებრივი, რაც არის, ღმერთმა ასეთად გააჩინა და ქართველი კაცი პატივს სცემს იმ ასე ვთქვათ ადამიანს, რომელიც ღმერთმა ასეთად შეექმნა. ეს მე რომ ასე ვთქვათ ამფერი ვარ და ის იმფერია არ ჩემი დამსახურება და არც იმ კაცი. ასეთი გაჩნდა ადამიანი. ასეთი გაჩნდა. ბატონო და კიდევ მამუკა, ერთი თემა, დიახ. რომელიც არის რეგულაციის თემა. ძალიან ჩვენი დრო უკვე ამოიწურა, ჩვენ კიდევ მოგვიწევს საუბარი ეთერში არაერთხელ და მათ შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდეც, არჩევნებამდეც 15 ივნისამდეც და შემდგომაც არაერთხელ მოგვიწევს სტუდიაში და აი იმ საკითხებზე დავიწყებთ საუბარს თუ რა გვაძლევს და რა საფრთხეებს გვიქმნის ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა და მე მინდა საზოგადოება მიცოდეს რომ ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა არ ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებულ წევრობას. ეს უნდა გავაცნობიეროთ ჩვენ, ეს არ არის. ეს არის მაპზე უკეთესი. ოღონდ არა მაპი, ანუ წევრობა, ანუ არა ასოცირებული წევრობა. დიდი მადლობა მამუკა გიორგაძე, სახალხო პარტიის თავმჯდომარე ობიექტივის ღამის სტუდიაში საუბრობდა. გადაცემას კი ჟურნალისტი ბონდო ბძინარაშვილი უძღვები. ჩვენ დაგიბრუნდებით რამდენიმე წუთში უკვე ახალ სტუმართან ერთად, სხვა სტუმართან ერთად, ბატონ მამუკას კი დავემშვიდობებით. დიდი მადლობა ბატონ მამუკა. დროებით.